და დანარჩენებზე რო ვისაუბროთ თამარ, როდესაც თქვენს აი მუდმივად ცდილობთ რომ მუდმივი პროტესტი იყოს ქუჩაში. ამ დროს ოპოზიციის ლიდერები ნახეთ ლელოს მაგალითზე რომ გამოსვლა უნდათ გარეთ, ხო? პროტესტი ოპოზიციის ანუ ჯერ ერთიც ქუჩის პროტესტთან ლელო რაშუაშია. არა, ზოგადად რაღაცნაირად გამოსვლა უნდათ ქუჩის პროცესს მამუკა ხაზარაძეს შანსი ჰქონდა რომ თუნდაც სიტუაციურად ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო მისი რესურსიდან და მათ შორის ტელემედია რესურსიდან გამომდინარე. ხო, კი, როგორ არიან. თან რაღაცა ფარსად მეორდება ყველა ისტორია რა. ერთ სააკაშვილი ძახდა მაგას და ეხლა ფარსად მეორდება სააკაშვილის ისტორია, რომ თავარი ოპოზიციური ძალები ჩვენ ვართ და ასე შემდეგ. მაგისთვის რისთვისაც იღებს მონაწილეობას ამ ფარსში, იმას ლაპარაკობს ოღონდ. ესეც ფარსი იქნება, იმასაც ვერ გაიმეორებს, ვისაც ბაძავს, სააკაშვილს ბაძავს, სააკაშვილის მაგალითსაც ვერ გაიმეორებს, იმიტომ რომ მაგაში ის კაცი მართალი იყო, რომ ისტორია თუ მეორდება, ფარსად მეორდება და ამ ფარს მიიღებენ. ანუ რეალურად მე ოპოზიციურ პარტიებად განვიხილავ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ რეჟიმთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის ხალხის მოტყუებაში. იმიტომ რომ ელემენტარულია ეს პარტიები ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ მათ არჩევნები მოიგეს და 400.000 სისტემას გაყალბება შეუძლია, 400.000 ხმის გაყალბება შეუძლია სისტემას. სისტემას, რომელსაც 400.000 ხმის გაყალბება შეუძლია, იმ სისტემაში შენ ეპატიჟებოდე ამორჩევლს და პირობას დებდე, რომ რაღაცას გამოგლეჭ. ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავის უპატივცემლობა და ესე ვხედავ. ან მაშინ იწუებოდნენ ან ახლა? ხო, რასაკვირველია, ანუ რაღაცა თანმიმდევრული ამბავი გჭირდება შენ რომ ადამიანს მოუყო. მით უმეტეს ამ ნიაღვარში და მით უმეტეს აი ამ პროპაგანდისტულ ნიაღვარში, რასაც რეჟიმი ცალკე რუსეთი, ამდენი მაიმუნი გერჩის, ხო შენ? და ამ დროს შენ ხან იქით იყო, ხან აქეთ იყო, ხან ალთას იყო და თანმიმდევრული ამბავიც ვერ მიგქონდეს საზოგადოებასთან. ეს არის დანაშაული. ამიტომ მე იმათ არ თვლი ოპოზიციათ რეალურად. ოპოზიციათ თვლი მხოლოდ იმ პარტიებს, ვინ გააგრძელეს ის თანმიმდევრული და პრინციპული გზა, სხვადასხვა მოტივით მე არ მაინტერესებს მაცულებში ფანჯრების გაჭრა, ელისაბედ პირველსო და ეს ბრძოლას როგორ უყურებთ? ისინი ამბობენ, ციხეში არიან, რომ ციხიდან ვიბრძვით. პროცესი არ არის პოლიტიკოსების შესახებ. ეს პროცესი ხო არ არის პოლიტიკოსების დაძრული. ეს პროცესი არის წმინდა დემოკრატიული პროცესი, რომელმაც ქვემოდან ზემოთ ამოხეთქა რეალურად და ოლიგარქიულ სისტემებს შლის არა მხოლოდ მთავრობას ერჩის და რეჟიმს ერჩის, არამედ ოპოზიციურ ოლიგარქიასაც შლის. ანუ რეალურად უარს ეუბნება პროტესტი ოპოზიციურ ოლიგარქიას და ეს იყო პირველი თვე არჩევნების შემდეგ, 24 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ ამას უყურებთ, ჩვენ უყურებთ, როგორ უარყოფდა ოპოზიციის ამორჩეველი თვითონ ოპოზიციას, ხო? ხალხი პოლიტიკურ პროცესში შემოიყვანა ისევ ბიძინა ივანიშვილის 28 ნოემბრის ძვირფასმა გადაწყვეტილებამ, პოლიტიკურ პროცესში შემოიყვანა და ამ პოლიტიკურ პროცესს მართავეს ხალხი და არა პოლიტიკოსები. უბრალოდ ერთი ეგ არის, რომ იმის გამო, რომ ხალხს უერთგულეთ, იმის გამო, რომ ამ პროტესტის, თქვათ, თანმიმდევრულები ვიყავით, რაღაც ნდობა გაუჩნდა, როგორც ჩანს, იმ პარტიების მიმართ, რომელმაც ეს ნაბიჯი გადავდგით, ხო? და არ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, გავაგრძელეთ ბოიკოტის რეჟიმი, იმიტომ რომ ის, რასაც ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ, არჩევნები კი არ არის, არჩევნებს კი არ უცხადებთ ბოიკოტს. ფარსია უბრალოდ, ფარსი. არავინ მაგხმებს არ იმასიზავს, როქეს შემოწმებს, ვერავინ აქტივობას ვერ შემოწმებს. ჩვენ გვჭირდება ძალიან ახლოს ვართ რეალურად რეჟიმის დამარცხებასთან და რევოლუცია არ იქნება ეს. რევოლუცია რა ეხარა, უკვე ისეთ ფორმაშია შესული, რომ ყველა შემთხვევაში კონტროლი უნდა დაკარგოს და ისე